ძირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს გახლავთ ახალი შაბათ შოუს მსახიობები. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ მოხვედით დღეს სტუმრად. ნუ მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც რაღაცა ხო არა სამხიარულო ეთერი გვაქვს და ნუ მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ სიტუაციაზეც და ჩვენი გუნდის წევრზეც, ონისე ცხადაძეზე, რომელიც დააკავეს და რაღაცა ორთვიანი წინასაპატიმრობაში რაღაცა გაუგონარი მუხლი აქვს მისადაგებული, რაღაცა 4-დან 6 წლამდე, ნუ მანამდე ქონდა 9 წლამდე. ეხლა ჩამოიყვანესო ფლათ ეხლა 9 წლამდე ვერ ფლატუსინდისობა გამოდიოდა. ხო და ნუ რა ვიცი, ვასო, შენი დავიწყოთ. შენი დავიწყოთ და არაერთხელ მithავს ყველა ეთერში ვამბობ იმას, რომ უნისი არის უწესრიესი კაცი, ვინც მაგ ადამიანს იცნობს, ამ ქვეყნის პატრიოტი, კარგი მშობლების შვილი, სანდრო გადასარევი, რა ვიცი, ძმა, რა ვიცი, უკეთილი მშობლების განათლებული. მოკლედ რო თქვა და ორივე ძალიან კარგი ადამიანია. და ამ ძალიან კარგ ადამიანებს უნისესთან ერთად იჭერენ დღეს რა. ანუ ადამიანი გამოხატავს პროტესტს, ადამიანს არ უნდა რუსეთი, ადამიანს არ უნდა რომ იცხოვროს რუსეთში და საქართველოს არ გადაუხიოს იმ ევროპულ რელსებიდან არ გადავიდეს, სამწუხაროდ ბევრს ეგონა, რომ ეს თავრობა კიდე იქნებოდა რაღაც პროევროპული, იმიტომ რომ განცხადებები გვახსოვს ჩვენ წინასაარჩევნო, რომ რაღაც ღირსებით ევროპისკენ და რაღაცა ერთ დღეს უცებ შეცვალეს ყველაფერი. ეს ჩვენთვის არ იყო, არა ახალი არ იყო, უბრალოდ ვიღაცას კიდე ჯეროდათ, რომ მაინც ამას არ იზავდნენ, მაგრამ ეგ არ მოხდა. ესენი ამას არ იზავენ, ეგ გამორიცხეთ ხალხო. ამას არ იკადრებენ. გამორიცხული ყველაფერს იზავენ, ყველაფერს იკადრებენ. და მადლობა მინდა უთხრა მე ყველა იქ ანუ სამსახურებით თქვა დღე აქ ვართ და საღამოს მივიღოთ ყველა რუსთაველზე, ანუ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ. და მინდა რუსთაველზეც ეხლა მეგონი ისეთი სიტუაციაა, რომ რაღაცა ლაპარაკი უნდა გააკონტროლო, რომ ვიღაცა რაღაცა არ ჩაგიწეროს. კი, ხო, მე მაგალითად მქონდა შემთხვევა, ვიღაცა ამომეტუზა გვერდზე, ამომეტუზას ვეძახდი, რაღაცა ძალიან მიშვერდა ამ კერძთან, ნუ არ ვიცი ხა თვალით. მუდმივად გრძნობ, ხო, ვიღაცა ადამიანი დაგდებს და გიყურებს და თან ჩუმად გიღებს. ეს მე მგონი ყველა მეც მქონდა ეს შემთხვევა. თუმცა ერთი ადამიანი მუდმივად დაგყვება. თან ნელ-ნელა ტელეფონს გიღებს და მე იქ რაღაცებს ჩურჩურ. ანუ შენ რო თქვა, ხო ხტები რომ არა, ესენი უნდა წავიდნენ ზმაურა. ეს თორობა უნდა დაემხოს, ამას ამოგიჭრიან და ეს გადატრიალებს აპირებდა ზმაო, ვაგერ ვიდეო გვაქვს. კი. ანუ მანამდე კითხავს. ანუ ამოგიჭრიან, გამოგიჭრიან. უნდა დაემხოს? ხო, არა, ესეთი რაღაცა, ესეთი რაღაცა ხდება და რა ვიცი, ყველა რეჟიმის პატიმარს მინდა მალე განთავისუფლება უსურვო და თქვენ მარტო არ ახართ მეგობრებო, ყველა ჩვენ თქვენს გორჩი ვართ. ისეთ სასიხარულო ამბავი რომ მაკრონი ითხოვს ონისეს. ხო, ეგ არის ყველა მაკრონი ითხოვს. კაი, თათიას კი რა სიტყვით საკეთე. სახლიდან რომ გავდივარ აქციაზე, სახში ვტოვებ ინფორმაციას, ანუ ვეუბნები რომ არინარულად შეიძლება არ მოვიდე. მაინც წყნარად იყავით, იმიტომ რომ რეალურად აქ საშიშროების წინაშე ვდგავართ თითოეული ადამიანი. ეს კი არა მარტო არ დავდივარ, ანუ ჩემი შვილიც ძალიან აქტიურად არის ჩართული, 14 წლის ბავშვი, რომელიც აი აქტიურად ჩართულია, როცა ბავშვი უნდა იჯდეს ამ დროს, მეცადინეობდეს, სწავლობდეს, მაგრამ იმდენად ეხება პოლიტიკა ჩემს 14 წლის შვილს, რომ იყო ერთი პერიოდი, რომ 5 დღე გადავაბი აქციაზე და მე 6 დღეს გადავწყვიტე, რომ დამესვენა, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ შემეძლო, აი ძალა არ მქონდა და რომ მოვედი სახლში, ბავშვმა მკითხა, რომ დედა რა შვები, დღესაც ხომ მიდიხარ და დღეს ვერა თქვა, არ შემიძლია, იმიტომ რომ დღეს უნდა დავისვენო, დავიძინო თქვა და ჩამირთო ტელევიზორი და მითხრა, რომ აი შეგრცხვეს, იმიტომ რომ ნახე რა ხდება. და შენი კარდგა. და შენი კარდგა ხარ. აი წამომაგდო, გამომიტანა დროშები, თან ოთახში აქვს დროშები. გამომიტანა დროშები და ავდექი და წავედი. ხო, თან მე ვიცი კეთო სულ დროშა მოხვეული დადის. სულ დროშა მოხვეული დადის და ისე მეშინია და ისე ნერვიულობ, რომ აი ამ დროშის გამო, ესე იგი, ანუ უკვე უნდა გეშინოდეს, რომ დროშა ხელში გეჭიროს დღეს უკვე ისეთ არა მარტო იმის, რომ შენ გახვიდე და დადგე იმ ხალხის გვერდით, ვისაც ევროპა უნდა, აი ისიც კი საშიშია უკვე, რომ დავდგეთ ჩვენ და მოუწოდოთ ხალხს, რომ ხალხო გამოდით გარეთ, იმიტომ რომ რაღაც პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენც. ჩვენ არ ვიცით დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც გამოვა აქციაზე ის როგორ დაბრუნდება სახლში და საერთოდ დაბრუნდება თუ არა. შეიძლება უცბად მოხდეს ისეთი რაღაც, რომ შუა გზიდან იტაცებენ ადამიანებს, ეს ხო ფაქტია, შუა გზიდან ხეზე მიუდეს და კი ძაღლი დარჩა მარტო. ხო, თან არის იცი, აუნის ეს მანამდე ერთო და რაღაცა შავი პიარი.
ხო ეს იყო რომ რაღაცა ონისეს ზოგადად გადაწყვიტა რომ თავის ინიციატივით სკოლაში შესულიყო და ბავშვებისთვის ეთქვა რომ რაღაცა აი რა ხდება ქვეყანაში ხო თან ბავშვებისთვისაც არა ან ბიძამისი არის დირექტორი იმ სკოლის და დედამისი მასწავლებელი უფრო მასწავლებლებისთვის შევიდა ანუ ბავშვების არა და ის ერთი კადრი ქონდათ მოჭრილი ანუ იმედს რომ ბავშვებო გამოდით თქვენთვის საჩუქარი მაგრამ ეს კადრი ქონდათ და შეხედე პროცესი როგორ ჩაუშალო ანუ ამაზე ამბობდნენ მაგრამ ხო, აი იმიტომ რომ ხუსკი გიორგი ხუსკივაძე ჩვენი გუნდის წევრი არის იურისტი და კარგად იცის კანონები და გამიშალე არ შედგა გზაბნეული ნუ არაფერი რეალურად ეხა ეგ როგორც არის უბრალოდ საზოგადოებას მინდა მოუწოდო და უთხრა და ავუხსნა რომ რეალურად ონისეს მეგობრებო არ ედავებიან მაგას თქვენ რაც გონიათ ანუ ვითომ რომ სკოლაში შევიდა და ამ ნეტა მაგას ედავებოდნენ რეალურად იმიტომ რომ ეგეც ნუ არის დასჭადი ხო იყო რაღაც ვერსია რაღაც მაგ მუხლით მაგრამ ეს მუხლი არის რეალურად 239 პრიმა მუხლი რადგან საუბარი იყო ხო სიტყვაზე რომ ეგ არის დასჯადიქმედება შესაძლოა არის მაგრამ რეალურად ეგ არის რაღაც გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს და მაქსიმუმ რაღაცა ეზო დაახვეტინონ ერთ თუნდაც სამუშაოს რაღაც ქუჩები ხო რეალურად მაგ დამნაშავე რო არ არის მაგ ნაწილში ეს თვითონ პროკურატურამაც იცის და ამას საერთოდ საუბარი არ არის და ამიტომ მინდა რომ მოუწოდო საზოგადოებას რომ ძალიან გთხოვთ შეწყვიტოთ ადამიანის გაშავება ამ მიდგომით იმიტომ რომ არ არის ეს სწორი და ისიც ძალიან სასაცილო ფაქტია ზოგადად თვითონ რას ედავებიან ონისეს ედავებიან ჯგუფურ დანაშაულში თანამონაწილეობას ხო რეალურად მანამდე იყო ეს 225 მუხლის პირველი ნაწილი ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება ეს იყო 69 წლამდე ხო რაღაცა გაავტორი ეხლა თანამონაწილეობა 4-დან 6 წლამდე როგორც თქვი რომ დაწიეს ხო რეალურად მაგრამ ანუ აქაც არ იკვეთება ჯგუფურ რატო არ იკვეთება აი რა ჯგუფურში რა შედის რეალურად ეხლა ხო საგამოძიებო უწყებას უნდა დაველოდოთ თუ ღირს ხო საერთოდ დალოდება და თუ გვაქვს რავი რამეს იმედი მაგ მხრივ იმიტომ რომ რეალურად რასაც უნივერსიტეტში მეგობრებო მე მინდა მოგმართოთ იურისტებს ხო უფრო კარგად ისწავლეთ იმიტომ რომ რასაც თეორიულად ვსწავლობთ უნივერსიტეტში ეგ არის საერთოდ პრაქტიკას აცდენილი იმიტომ რომ სასამართლო პროცესს ხა ყველა ვიყავით ეგეთი სასამართლო პროცესი მე პირადად ფილმებშიც არ მინახავს ხო იმიტომ რეალურად ბრალის წარდგენის მომენტში ითხოვდნენ პატიმრობას ხო ანუ რაღაც საპირისპირო ხო რის გამო შეიძლება რომ მოითხოვო ანუ არაფერი არ ქონდა რეალურად პროკურატურას და ანუ აქ ცდილობენ ადვოკატები რომ გამორიცხონ ჯგუფური დანაშაულის არსებობას საერთოდ იმიტომ რომ რეალურად ის 6 ბრალდებული ვინც იყო იქ ერთმანეთს არ იცნობენ ხო უბრალოდ მიტინგზე დგან მიდგნენ ხო ვიღაცები მაგით ყველა დასაჭერია ხო და რეალურად ორგანიზატორები ვინც არიან მაგ ბუხლში იმათ ხო საერთოდ არ იცნობენ ანუ ორგანიზატორს თუ არ იცნობ თუ თანამონაწილეობა არ იკვეთება რანაირად არის ჯგუფური დანაშაული ხო და რეალურად ამაზე მიდის ახლა დავა როგორც ადვოკატთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია შემდგარ ადვოკატთან, შემდგარი იურისტები ვინც არიან, იმათთან გვაქვს. თან ყველაზე ის იყო რომ ონისე მანამდე სპეცდაზმა ცემა ხო? მაგის კიდე კატეხილი ხაც ისია და ნეკნია კატეხილი თავია კატეხილი. და შეუძლია საკადროში არის კატეხილი ნეკნია არის შეუძლია კატეხილი თავით ის. ხო, ძალიან უცნაური მეგონი ანისუბელიანმა გამოიყვანა. ანისუბელიანმა გამოიყვანა და აქ ხო ამუშავდა ტროლბოტების მანქანა მოიქოქა მთელი იმედი პოსტივი, რა ვიცი თუ სადმე რამე ვინმე იუმორისტი არსებობს, აი მაგ ვითომ იუმორისტებს მინდა რომ მივმართო, აი ონისეს მეგობრები ხო იყავით, ედროს ხო ერთად მუშაობდით და დღეს წერთ იქ რაღაცას აი ამ ყველაზე ამაზრზენი ხალხი ხართ თქვენ ვერ შედეგით ვერც იუმორისტებად, ვერც ექიმებად, ვერც იურისტებად, ვერაფრად ვერ შედეგით, ვერც მსახიობად, ვერც სცენარისტებად და იპოვეთ ადგილი, სადაც მართლა თქვენი ადგილია რომ ვიღაცას რაღაცა დაუწერო. შეიძლება ადამიანი მოვიდეს შენთან პირში გიცინოდეს და შევიდეს თავის სადღაც ბოტების ქარხანაში და უცებ დაგიწეროს, იმიტომ რომ ამაში იღებ ფულს. ამაზრზენები ხართ, ყველაზე ამაზრზენები არიან ეს ტროლბოტები. აი მე არ ვიცი ეგეთი ადამიანები და მოვა, ხოთროში ონისემ ეს ადამიანები ამხილა. ხო. ამხილა და მაგიტომაც იყვნენ აქ. სამ დღეში დაიჭირეს. ხო და ანისუბელიანზე ამბობდი, ეგ კადრი არის, ანუ ანისუბელიანს რომ მოყავს და ტროლბოტებს ხა მოვაყოლე, რომ ანისუბელიანი და მისი გეი ძმაკაცი. ონისეზე ამბობდი გეი. ანუ ხო, ანისუბელიანმა მისი გეი ძმაკაცი გადაარჩინა. ხო, მისი გადაარჩინა და მისი გეი მეგობარი გადაარჩინა. ონისეზე არის ეგ ამბავი და ანუ ყველაფერნაირად ცდილობენ რომ შავი პიარი ზოგადად ჩვენ გუნდზე არის მასიურად შემოტევა 10 შენს ხო იცი რა იმიტომ რომ ანუ როდესაც ჩვენთან თანამშრომელის მოდის ხოლმე სამსახურში ხო ნუ აი როცა უკვე ვაფორმებთ კონტრაქტს და ვსაუბრობთ რომ რაღაცა და პირველი ეფექტი აქვს ხოლმე ძალიან მძიმე რა როდესაც
რაღაცა გადაცემა რომ გადის, არა აქვს მნიშვნელობა რა, ანუ ეს იქნება სკეჩი, რაღაცა აბსოლუტურად აპოლიტიკური იქნება თუ რაღაცა და შემოცვიდებიან და ჩაოლებრივად მიდის ლანძღო და ანუ ახალი თანამშრომელი ყოველთვის აი რაღაცა შეშინებული მოდის ხოლმე მე ვარ დღეს სამსახურში. შევიდა კომენტარი გოცი მოვიდა ერთხელ გოცი კი არა და ხუსკივაძე მოვიდა და აი გაფიტრებული მოვიდა არ არის მიჩეული ამ ყველაფერს ადამიანი წყნარად იყო სახში იჯდა მოვიდა სამსახური დაიწყო და უცებ ელდა ეცა და ჩვენ მე ვაწყნა რომ გიგეშინია იმუნიტეტი გამოგიმუშა ხუსკი რა როლი იყო მაგრამ როლს არ აქვს მნიშვნელობა იდეაში კომენტარს რაღაც რაღაც ნომერი იყო ხო მაგრამ მანდ იყო რეალურად ანუ ცუდ კომენტარს მიწერდნენ ისეთ ტიპს ახსენებდნენ ამაშორ სახე სხვა რომ ისეთ ტიპს ახსენებდნენ რომელიც რამდენიმე წელია წასულია თქვენი გუნდიდან ანუ რომ აბა ის რო ყავთ და იმის გამო ანუ იმას ახსენდა ხარ ამჩნევა სახელებას და მე არც მქონია იმასთან გადაკვეთა შეხება საერთოდ რაღაცის გამო მაგრამ ლანდღავენ ხო მაგრამ მე ანუ რაღაცა ჩვეულებრივია მე მაქვს საოცარი კომენტარები რაც რაღაცები რაც დავიმახსოვრე ეს ონისეს თემის შემდეგ თქვენი დროც მალე მოვა და გაქრებით მაქედან გელოდებით ანუ ელოდება 2012-დან 2020 ამდენი წელია ელოდება რა გელოდებია როდის გაქრებით მაგარები რატო არ დახვრიტეს ონისეზე უწევიათ ანუ ეგეც შეხვალ მის გვერდზე და პატრიარქის ფოტო უდევს ვიღაცას ულოცავს იმას რა ქვია შობას ვიღაცას ეს არის სამების ეკლესიის წინ დგას და იწერება უვადო პატიმრობა ონისეს ჩაალპეთ ანუ ბოლომდე უნდა რომ იქ ეს არის ქრისტიანი რო კითხვა ონისეს თქვენც მალე მიგაყოლებენ აჰა ხო ჩაოლებით ეს და აი ეს კომენტარი რომელიც ძალიან ხშირად მხვდება და ვერ ჩავწვდი ამ კომენტარის აზრს თათია პოლიტიკა შენ არ გეხება მიხედე შენ საქმეს ხო ანუ რას ნიშნავს არ მეხება პირდურა მეტი რაღა არ მეხება ანუ ესე იგი მე არ მაქვს სიტყვის გამოთქმის უფლება ანუ აზრს ვერ ვაყალიბებ რა ხდება ქვეყანაში ვერ ვერკვევი და მარტო უნდა ვიყო სკეჩებში ასე ვართო საზოგადოება და იყო დაბეჭავი სხვათაშორის უფლება მე არ მაქვს ესე იგი სხვათაშორის არიან ეგრე რო იცოდე რუსთავებზე შენ ზოინტერესებული არა ვიცი არიან ეგრე არიან სხვათაშორის ხო და მე რატომ წერენ მე იმათ მიწერონ ხო სხვათაშორის ანდრე ჭიჭინაძეც ერთად მსახიობია ჭიჭინაძე და მე რამაც გამაოცა და გამაკვირო ეს იყო მსახიობების აი ეს ერთ მუშტად შეკვრა რა რომელიც სასამართლო პროცესზე ისე იდგნენ რომ ყველა იქ იყო რა ჭოლა დოი და რა ანუ ყველა მსახიობი თეთრ სამყარო იყო იქ ნინო კასრაძედან დაწყებული და ასე შემდეგ და როგორ მივხვდი რომ ანუ რეალურად აი თეატრალური საზოგადოება არის ერთი დიდი ოჯახი და ყველა გამოდის ერთი კაცის დასაცავად ფაქტიურად ხო ნუ ზოგადად აქ ჩვენც ახლა იუმორისტებშიც ხო ნუ ფაქტიურად ვინ სადმე ჩაას ხო თითქმის ყველა ჩვენი გუნდიდან წასული ადამიანია და ჩვენც ასე ვიყავით ხოლმე რომ აი ერთი ოჯახი გავიყავით თუნდაც რუსთავიოში ნაწილი წავიდა მე ხოლმე მაგრამ ერთმანეთს რაღაცა ჭირი რაღაცა რო ხდება ყოველთვის ერთმანეთს გორჩი კი რაღაც პრობლემა არის ხო რაღაც ჩვენც ერთი ოჯახი ვარ და მაგითო საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე რომ აი ეს რაღაცა ეს პროპაგანდისტულ არხებზე დარჩენილი ეს ხალხი ნუ რეალურად არ გამოდგა ის ადამიანები რომლებმაც შეუძლიათ რომ ცოტა ხმამაღლა თქვან ხმა მოიღო და თქვან თავისი აზრი რომ ეს მათი მეგობარია და არ შეიძლება რომ ეს თვითონაც იციან ვინც არის ონისე ცხადაც იციან როგორიც არის იმიტომ რომ წლები გაატარეს მართლა მან საკანი ერთად უთამაშიათ და მეგობრობის თამაში ის რომ არავის ხმას არ იღებს ეს ძალიან დიდი უბედურებაა მეგობრობაზეც არ არის ეხა დოი სიტყვაზე არ ვიცი ეხა მე მაგრამ დოი ხო შეიძლება არ იყოს ამ დროს მეგობარი მაგრამ რო დაინახა რომ შეეხო იმ ადამიანს ჩათვალა რომ ვაი მოხვალ ჩემთან ხო არ მოვლენ სიტყვას მაგრამ რა თან სოლიდარობის თემა არის და ხო შეიძლება რომ როცა აქ იუმორისტი ადამიანი თან არ ყოფილა ამ სფეროში ხო მსგავსი პრეცედენტი და როცა იუმორისტი ადამიანი ძალიან ელემენტარული სოლიდარობა შეგიძლია გამოხატო ან ეს სოლიდარობაც არ ყოფილა ანუ იუმორის სფეროს გულისხმობ თან მით უმეტეს იმ იუმორისტების მხრიდან ვინც უშინ წინ ონისეს მეგობარს ეძახდა ხო დაუშვება ეს საწყენია უბრალოდ ხო დაჭერამდე იმიტომ ხო არის ახლა მაგალ კონკურენცია ზოგადად არსებობს ეს ჩვენ სფეროში მაგრამ
მე ვარ ყოველთვის იმის მომხრე, რომ ერთმანეთს არ შევეხოთ. მიხვდი, ანუ მე ამის მომხრე ვარ, ანუ თუნდაც ყოფილი გუნდის წევრებთან და რაღაც არასოდეს მე მათზე ასეთ გადაკრული არასოდეს არა, ანუ ჩვენც ესე ვართ. იმიტომ რომ ყველა თავის სფეროშია და როგორც კონკურენტები ისე უპირისპირდებით ერთმანეთს, სატელევიზიო გადაცემებით, მაგრამ როცა რაღაცა ჭირი არის, რაღაცა უბედურება ხდება, ყოველთვის გავით ერთად. ეს მომენტია, როცა არ უნდა გაჩვენდე. სადაც არ უნდა მუშაობდე, რა არხზეც არ უნდა მუშაობდე, სამთავრობო იქნება თუ რა. ეს ისეთი მომენტია, რომ არ უნდა გაჩვენდე. ხო, იმიტომ რომ გაჩვენდები, ხვალ მოვლენ შენთან. მარტივია ძალიან. კი. თან ონისეს მართლა კარგად იცნობენ და მშვენივრად იცის ყველამ აბსოლუტურად რა იგივე სიტუაციაში რო ყოფილიყვნენ ისინი, ონისი აუცილებლად დაუდგებოდა მათ გვერდს. მაგალითად ჩვენც. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ეს ხალხი, რომ რაღაცა ენა გადავყლაპოთ და ის არ ვთქვათ, რაც ის არის საჭიროა იმ დროს. ერთი რაღაცა ონისეზეც არის ხოლმე, რაღაცა ამბები ქონია ხოლმე, ხო? ანუ სამსახურში, იმიტომ რომ ის მე მოგიყვება ონისეზე რა, ეს ხო ძალიან ემოციური არის ონისი, ძალიან ემოციური ტიპია და აი ისა ხანდახან ნერვული შეტევები ემართება რა, ანუ ცუდად რო იყო ნერვული შეტევები ემართებოდა, ცალი მხარი უშეშდებოდა. აქეთ ეს ფეხი ეს და ეკრუნჩ ნერვოზული შეტევები ქონდა, ხო და ცოტა სახეც ერთ სიტყვით ეკრუნჩხებოდა ეს ხელებდეს და ვეღარ ამოძრავებდა, ანუ ეს იმოშებოდა. და ერთი აღჭაცენა ქონდა და ცუდად გახდა აშკარად ვეღარც მეტყვი რაღაცებს იმოშო და კაი ონისი აბა უცე რაღაცა წყალი ის ოთახ შევიყვანეთ წამოვაწვინე ხო კარგად და всё დავტოვეთ. ნუ იქნები აქ ვიწვევი და ესე წელი ოთახ. გამოვედი ხა მე ცოტა ხნის მერე შევდივარ რომ აბა როგორ არის რაღაცა და შევდივარ ონისი ესე უდევს ხელები და ესე წევს ტახტზე თვალები აქ დახუჭული. ონისი როგორ ახარ? ხმას არიგებს. ბიჭო ონისი როგორ ახარ და შეუდამ თვალი ეს გაახილა და როგორ ახარ მეთქი და ეს ხელის ესე აკანკალებს ახსეს წამოწი ეს ესე მეგუდა მეთქი ესე მაშო თურმე რა მაჩვენა ეცი რომ ანუ ესე ვარ ამის აჯენა ესე ვარ და არის სასწრაფოში დაგეცუდათ ზიმსაკია აი ესე მაჩვენა რომ კარგად ავარო რანაირად ახარ შენ არ განერვიულა როგორ ახარ მე მაჩვენა რომ კარგად ავარო სანდრო და რეკა და მე ხო თვითონ ხო არის მდგომარეობა მისი ახლა რომელ ხუსკის აქ აქტიური ურთიერთობა კომუნიკაცია ადვოკატთან და ხუსკის მეშვეობით ვიგებთ ყველა ჩვენ სასამართლო პროცესების დროსაც წერდა და რაღაც სურათებს მიგზავნი და იქიდან ლაშა ცუცქირიძე არის ერთ-ერთი ადვოკატი ჩვენი მეგობარი არის და ბოლოს ეხა ორშაბათს იყო გლდანისფერში არის ციხეზე და იქ რო შესული და ძალიან კარგად არის ან ეხა იდეაში ციხეში ძალიან კარგად როგორ უნდა იყო მაგრამ რეალურად იმ მოცემულობიდან გამომდინარე ანუ გულისხმობ პატიმრებსაც კარგი დამოკიდებულება აქვს ბადრაკსაც მათ შორის იქ მომუშავე პერსონალსაც ძალიან უყვართ და ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს თორემ იმიტომ რომ რეალურად იციან იმათმა კარგად იციან რატო ზის და რის გამო ზის ხო ყველა მიცის იქ ის რას დანაშაულია ყველა მიცის ერთად მე მგონი იმით იყო გახარებული რომ ისო რა ქვია საკუთარი საწოლი მექნებოდა მაგრამ ვანო იმდენი ყავთ უკვე დაბადებული არ მგონია რომ საკუთარი დახვეს იქ ონისეს ქონდა ერთი შემთხვევა ახსნა ბარტერი გაუკეთეს რაღაც YouTube-ზე რაღაცებს აგეთდა და ბარტერზე დაურეკეს ფეხსაცმელების მაღაზიამ რა. და ხო შეიძლება ხო არსებობს რაღაც ბრენდული ფეხსაცმელები რაღაცა. მაგრამ ეს არაბრენდული ფეხსაცმელები იყო, მაგრამ ანუ არაბრენდული ფეხსაცმელებსაც ხო აქვს რაღაცა კლასიფიკაცია რა. ანუ რაღაცა ბაიკი, რაღაცა ადიგასი, რაღაცა გერსაჩე, ხო რაღაცა ამას უძალეს შავი ფეხსაცმელი იყო, რაღაც ძალიან დიდი ჩინური იეროგლიფი ეხადა და ქვევით ძალიან პატარა Mercedes-ის ნიშანი. რა იყო რა პრინციპი გახადა მე. ისე მასაშინელება რა. მე რომელიღაც არ უყურებს აფშია. შეიძლება ამოვიდა. როცა მივდივარ ხოლმე, ანუ იმ დროს რომ მილეკავდი, მთელი სოფლიო რომ მილეკავდა, რა ვიცი, არ ვიღებდი, ანუ მანქანაში ვტოვებ, როცა მიტინგზე მივდივარ, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევა, ყველა მეტის რომ ფეხსაცმელი ტელეფონი ამი თუ დაგიწრია, ესაზღვრა ყველაფერს გართმევენ და მანქანაში მქონდა იმ დროს ტელეფონი რომ მილეკავდით და აი ხა მაგას ეგ არის რა, ანუ აი სადამდე დავიდა, ანუ ბიჭო რა, აი 90-იანებში არ იყო ესე რა, ბიჭო, აბა ახტიერთი ხუდა ხო არა. ანუ დაახლოებით ეგ არის, შეიძლება ეგ ითქვას, ანუ. ხო, რა. ძალიან. იმიტომ ბევრი ტელეფონი დაიკარგა და ბევრი სათვალე და რაღაცა დაკავებების დროს და ახლა ბეჭდების საყურეების სათვალე რაღაცა კაკრაი. რაც კაია, ყველაფერი გაქრია, ხო. კაია და რა. ასეულია. ზეთეგეთი მეორე ყავისფერი. როგორც იცი. ხო. რა ვიცი, ბოლოსკენ მაინც ჩვენი შეფასება ვთქვათ,
და უსურვოთ ყველას გათავისუფლება. კი, კონკრეტულად ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენი მეგობარია ონისე და ამიტომ დავკონკრეტით ონისეზე, თორე მეგობრებო, ვინც ხართ ყველა, მანდ ეხლა ტელევიზორი გააქვთ იქ და ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს გვერდით. არ გეგონოთ, რომ ჩვენ ისე ვართ, რომ მარტო ონისეს ვახსენთ, არა, რეჟიმის ყველა პატიმარს მალე თავისუფლება. ჩვენ ასევე ჩავწერეთ მხარდასაჭერი კლიპი, რომელიცაც გავუშვებთ ახლა. დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი, სცენარისტი და მსახიობი ონისე ცხადაძე. რეჟიმის ტერორმა უკვე ყველა სფეროში შემოაღწია. უსამართლო სასამართლოთი უდანაშაულო ადამიანები იჯებიან. თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. სიტყვისა და აზრის გამოხატვისთვის იჭერენ რუსეთში. საქართველოს არ გახდება რუსეთი. თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ონისე ისჯება ძალადობისთვის, მაშინ როცა ნამდვილი მოძალადეები დაუსჯელები არიან. ონისე არის პატრიოტი, რომლის ადგილი არის ჩვენს გვერდით და არა ციხეში. უსამართლობას აშევებუებით, თავისუფლება ონისეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ონისე ისჯება გამოხატვის თავისუფლებისთვის. არა დაჭერას სამშობლოს სიყვარულისთვის. დაკავებამდე სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაში აქტიურად მიდიოდა მისი გაშავება და ბულინგი. თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. დღეს ჩვენს ქვეყანაში პატრიოტიზმის სისხლის სამართლის დანაშაულია. ონისე რეჟიმის მსხვერპლია. თუ გაჩუმდები, შემდეგი იქნები შენი. ახლადუმილი დანაშაულია. თავისუფლება ონისე ცხადაძეს და აქციაზე დაკავებულ დანარჩენ პირებს. თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის ევროპაში არ იჭერენ. გვიჭერენ იმისთვის, რომ შეგვეშინდეს. თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ეს რაღაცა მცირედი თანადგომა არის ონისეს, მაგრამ ყველანაირად ჩართულები ვართ, რომ ონისეს და ყველა პატიმარიც მაქსიმალურად ადრე დატოვოს დაწესებულება ეს. ერთადერთი რაზეც ხუმრობები იყო, რომ ანუ ჩვენს გვერდზე არის ციხე. მატროსი იქნება აქეთ რო გადმოიყვანო, რომ ფანჯრიდან მაინც გვეკონტაქტა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება გარეთ ონისე. ძალიან დიდი მადლობა მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას, ონისესაც უსურვოთ მალე გათავისუფლება და ყველა რეჟიმის ყველა პატიმარს მალე განახოს გარეთ. საქართველოს ადგილი არის ევროპაში. დამთავრდა. წახილის ნიშანი. ვისაც არ გინდა თქვენ გზაზე გაგიმარჯვოთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმრები იყო შაბათ შოუს მსახიობი. უღრმესი მადლობა ყველას წარმატებები. მადლობა თავისუფლება ონოს. With his hat up on my head and his suit of Christmas red, I could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.